ხო, იმიტომ რომ აი ბოლომდე ვერ ხვდები რა ხდება. ატრაქციონები უფრო მომწონს ვიდრე რაღაცა ისეთი შიდა არსიანი სიღრმისეული ფილმები. მარველი და რაღაცები? თუნდაც. ხუთი ლუდით. ეგ ვიცოდი, ხა საყვარელია. ჩიპსი, პოტატო. რა ახლოს ვიყავ ისი საყვარლესთან და ვერ მოვხდა. სათვალე და მე ხელი ესედა. აი, გაუმარჯოს მაყურებელს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ეთერში. გენიალურად ვისწრებ ხოლმე. კეთილი იყოს. კეთილი იყოს. არა, გამოცხადება მქონდა. მეთქი უნდა მეთქვა, რომ ჩვენი სტუმარია ყიფშიძეების თეატრალური დინასტიის წარმომადგენელი ნატალია ყიფშიძე. აი ეს კეთილი იყოს შენი მომზადება. ძალიან მადლობა ასეთი. მადლობა შენ რომ გვესტუმრე და ჩვენი სტუმარი რო გახდი და გვიხარია ძალიან. ხო გიორგი? კი. ხო ხედავ რა ვერ ვაჩერებ ხოლმე პოდკასტში რა. ნაწყენია. ხო, ესეთი რაღაცა მოხდა მეგობრებო, რომ ნატალიამ გთხოვა, რომ აქეთ მხარეს დავждებიო, აქეთ მირჩევნიაო, უბრალოდო მიზეზი არ დაასახელა, უბრალოდ მინდა აქეთ ყოფნა. ხო და გიორგი რო გაიგო ეგ მაგის მერე ხმა ვერ ამოიღო. ბიჭო, მე ვაკვირდები მეთქი, აი რატო იმის გამო? არა, პირსინგი აქეთ იმიტომ მაქვს, რომ ეს პროფილი უფრო მომწონს. ერთნაირი გაქვს ორივე. არ არის ერთნაირი. გატეხილი მაქვს ხვირი და აქეთკენ სხვანაირად ჩანს. გვერდიდან ორივე ერთნაირი, რა მნიშვნელობა? არ არის ერთნაირი. გიორგი, არ არის ერთნაირი და არ გაგიწვლის ადგილს. ვიცი რომ დაანებე ადამიანს თავი. ხალები. ჩემს კოლეგას ჩემნაირად იგივე მხარე აქვს უფრო კარგი პროფილის და სულ კამათობთ ხოლმე თუ ერთად გვიღებენ. გადაცემაში არის გადაღებაზე. გადაღებაზე ხო. სულ ესეთ განწინდა უკან. მაგაზე თქო. დიალოგი რომ ჩასატარებელი ორივე ესე დგას. წინაზე შენი დექი. ეხლა დავტრიალდეთ. ხო. ეგრე ვიღებთ ხოლმე. დიდი ბებიიდან მოყოლებული მსახიობები ხართ ოჯახში. არიან. მაინც ვერ ვათქმევინე რომ მსახიობია. არ ვარ ეს მსახიობი. როგორ არა ხო ხარ? აი მოდი. ობიექტურად ვიმჟელოთ. მითამაშია, იმიტომ რომ რეჟისორობა მინდა და საერთოდ ყველა დეპარტამენტის გამოცდილება მინდა რომ მქონდეს და. აჰა, გასაგებია. ანუ მთავარი მიზანი არ იყო შენი მსახიობობა არც არის, ხო? ძალიან საინტერესოა. გადაღების მოედანზე ვგიჟდები, მაგრამ კამერის უკან უფრო მომწონს ყოფნა და. აჰა, გასაგებია. ხედავ შენ? მაგრამ ჩვენ ყავს ეგეთი ადამიანი, ლალი, რომელიც მიჭერესია, მაგრამ კამერის უკან ურჩევნია ყოფნა. ლალი ძალიან მაგარია. კი, აი. სხვათა შორის იმასაც მარცხენა პროფილი აქვს უკეთესი. დაკვირვებული ვარ, მე დაკვირვებული ვარ. არა, ლალის ორივე პროფილი ცუდი აქვს და მაგით ვარ შეიძლება. არა, ორივე კაი პროფილია აქვს. ვერც ერთი მხრიდან ლალი ძალიან კარგად გამოიყურები. სხვათა შორის ლალი მომაწოდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომ ყიფშიძე გვარი იყო დიდი ბებიის. ხო. რა როგორ მოხდა ეგ? რა ხდებოდა? იმიტომ რომ ზურა ბაბუ რომ გაჩნდა, ზურა ბაბუ რომ გაჩნდა რა ისეთი ფრაზა რაღაცნაირი. ეს რო ამბობს. არ მცელე დღეს ბაბუა გამიჩნდა თუ რაღაცა ხო? ესეც რა არის, ანუ 14 წლამდე არ ისნობდა მამამისთან და იყო ბებოს გვარზე და ყველა ეგ რა მე კონკრეტული მიზეზით თუ უბრალოდ დაშორებულები იყო. მე ხო და მე გაიჩნო რა. კი ბატონო. 14-15 წელი. ის რა გვარი იყო? არ მიხდება ეგ გვარი. დიდი თქვი აჯახეთ, მაინტერესებს. მე უნდა ყოფილიყავი ნატალია ვერულეიშვილი. რა? როგორ? ვერულეიშვილი. ვერულეიშვილი? ძალიან არ მიხდება ცოტა. ყიფშიძე უფრო ჟღერს. ყიფშიძე უფრო ჟღერს, მოდი ვაღიაროთ. აი ჩვეული რო ხარ ეგრეა თორე. ხო. ანუ ყველა ოღონდ რაღაც დედის გვარზე აი ბებია ჩემი მაგალითად გიორგის დედა, ანუ ლელა არის გოცირიძე, მაგრამ სინამდვილეში არის თურმანიძე, აი მალამოების ამბავში. ხო. იმის мама იყო თურმანიძე, ხო, მაგრამ დედის გვარზე იყო.
ასევე დედაჩემიც მატრიარქატი აქვს. მატრიარქატი აქვს. ეგრე მოსდევს. დედაჩემი არის დედამისის გვარზე და არის კარაპეტიანი და ამ დროს მამამისის გვარი არის სარქისოვი, მაგრამ არის დედის გვარი. ვიცა ჩაგეძიებით ამ ორ გვარზე მარტო მე ვარ მამის გვარზე. ვინ არისო? სარქისიანიო? სარქისოვი. არის ბაბუაჩემი ბიჭია. სარქისოვი და სარქისიანი ერთი იქნება მაინც. კი, ერთია, ოღონდ საქართველოში დაბადებულ სომხებს რატომაც სარქისოვის უკეთებდნენ. ანუ გვარის გადაკეტ, ანუ გადაკეტებული იყო ხოლმე, ანუ სარქისიან არ იწერებოდა პასპორტში თუ რაღაცა. მაგრამ ეგრე ბებიაჩემი არის კარაპეტიანი და რატომღაც მაგის გვარზე დასვეს დედაჩემის და რა ხდება ჩემს ოჯახში არ ვიცი. იმიტომ კარაპეტიანი არის ძალიან ცნობილი გვარი. არა, მაგიტო არა, რაღაცა სხვა ამბები იყო მაგრამ. კარაპეტიანი, მე მგონი უფრო ისეთი. რაღაცა სხვა ისე იყო კანონი, მაგრამ ანუ მეორე შვილი სარქისოვია. უკეთ არ ვიცი, ვერ გავიგე. რამე მაქინაციები ხო არის? მაქინაციებს ხო არ გქონდა? მაქინაციების ამბავი იყო. მე რო გავაჩვენ ბავშვს, მინდა რომ ორივე გვარი ქონდეს, დედის და მამის, რომ ეს კამათი არ მოხდეს. ორი გვარი უნდა ქონდეს ჩემს შულს. შენ შეგიძლია, შენ შეგიძლია. მაგრამ ხარი რას ფიქრობს? ძალიან კარგი გვარი მაქვს. ხარი რას იტყვის მაგ ყველაფერზე, აი ეგ არის. ჩემ პარტნიორი შენ სამი შეგიძლია ახლა ვაფშე რო ქონდეს. დიდი ბებიის ისე რაც გიწევს, ნატალია რა თქვა, ვერულაშვილი. ვაი მე ზაგაია. ხმარიც მიემატე მერე და 4-5 გვარი. მაგრამ სახელი ერთი მაქვს. 16 გვარი ქონდა პიკასოს. რაც დაევასა ყველაფერს იმას. მოკლედ შენიშნული თუ კიდე რომ ხატვარი გამოვიდეს, ყველა გვარი იმასქენი. ჩაუწერე. თან მაგარია, ნახე სკოლაში რო სწავლობს, სანამ წაიკითხავენ მაგის სახელს და გვარს გაკვეთილიც დამთავრდა. ანუ შენ ცოტათი სომეხიც ხარ, ხო? ნახევრად. ცოტათი არა, ცოტათი რა არის? ზუსტად 50%. ზუსტად 50%. შენ გაცოცხლებულ შოუს თუ უყურებ? გაცოცხლებულ შოუ ნანახი გაქვს? ეგრე არა. კაია, ხო, მაშინ არ მოხვიდოდი ალბათ. რა არის გაცოცხლებული? გაცოცხლებული შოუ არის გადაცემა, რომელიც ჩვენ მეორე არხზე, მეორე ოქტოპუსზე გვაქვს ხოლმე გაცოცხლებული შოუ, ეგეთი გადაცემა, იმპროვიზაციული იუმორია და გამომწერების გამოგზავნილი კითხვები ხდება იმაში, რა ქვია, ქუდში, საიდანაც მე ეს ადამიანი წამყვანი კითხულობს და ჩვენ და ჩემი მეგობრები, მოწვეულ სტუმართან ერთად ხშირ შემთხვევაში ხუმრობთ ხოლმე მაგ თემებზე. და ძალიან აქტუალურია ხოლმე, მაგალითად ბოლო გადაცემაში იყო სომეხი გაცოცხლებული წამყვანი. ხო, სომეხი გაცოცხლებული წამყვანი, სომეხი. ხო, ხო და რატო? ზოგადად ეგ ძალიან ევასებათ ქართველებს. ხო. ეგ ფაქტია ეხლა, რომ ეგეთი ხუმრობა. მაგრამ მე ვიცი რომ სკოლაში გავიზარდე. სომხებიც არ გვაკლებენ. წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ კიდევ ახალი, ანუ მარტო ის არის რომ ქართველებს შეიძლება რაღაც არმენოფობია და ეგეთ რაღაცები. სომხებს არ ვუყვართ, კიდე თბილისელი სომხები. ცალკე ის არის, ხო? ხო, ეგ ვიცი, ეგ ეგრე არის. შტოება ეგრე და. საშინელება, ერთხელ ვისვენებდი გრიგოლეთში მე მგონი და ზამბერს ჭორავდა ეს სომხური ოჯახში თხი ჩემზე და მე ვუყურებდი, ხმას არ ვიღებდი და მე ესე შევხედე და მეთქე შატლავ ჰასკანუმე მთქო რა, ძალიან კარგადაც მესმის თქო და გამოშტერდა და მე გაიგო რომ ნახევარ სომეხი ვარ და ეგ მაგას ნიშნავდა მეთქი შეაგინეთ ხო? რა, გინება სხვანაირი. სომხური იცი? ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ძალიან სვეტ საუბრობ. მე ვიცი რამოდენიმე სიტყვა. გიორგი, უნემს ან რაღაცა სიტყვი ხო ეხა უეჭვე. არა, ტრაკი ვიცი როგორ არის. როგორ? ან ანძრევა გალისა სიტყვი. არა, ტრაკი ვიცი როგორ არის გეუბნები. მიდი. წაკარი ტრაკი. ხო? მე მგონი. აი არის სიმა. აი ხარ მოვუსმენო ორ ადამიანს როგორ საუბრობენ. ტრაკო ერთი მეორეს რო ეძახის მაგ დროს გესმის და ის ვერ გეს. აი ძალიან ცოტათი ემოციებით ხდება, მე მეორეს ემოციებით. ანუ მე არ მასწავლის, მე ვუსმენდი და ეგრე ვისწავლე და დაახლოებით 10 წლამდე ვმალავდი რომ ვიცოდი. ყური ვიცი როგორ არის კიდე. აბა. აკანჯი. მითხარი არ იგონებს რაღაცეებს და ეგრე. ანუ ეს ანატომია ვერ ვიტყვი ხო სომხურად არ ვიცი. ანუ ვიზულზე და რაღაცეებზე ვერ ვიცი. ანატომია რატო ვიცით მიხვდებოდით ანუ ერთხელ სუფრაზე ძალიან თრალი ვიყავი მე და ჩემი ზოგადაცები და ერთი გოგონა იყო ჩვენი თანამშრომელი სომეხი გაგვეხსნა რატომღაც და ყველაფერი რაც ეგეთი იყო ან ყველაფერი იმას ვქენი და ეგენი დავიმახსოვრე მარტო რატომღაც ყური და ტრაკი დავიმახსოვრე მეტი ვერაფერი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა რაც შეიძლება ცხოვრებაში გამოგადგეს წარმოდგენა არ მაქვს ისე როგორც მომაწოდეს ინფორმაცია არმენოფობის მსხვერპლიც გამხდარხარო კი ხო რა თქმა უნდა რა კუთხით რა შემთხვევა იყო ოლის პერიოდში ძალიან იყო სკოლაში ეგ 53 წელი ვიყავი. ხო, მანდ ვცხოვრობდი.
ესეც მანდ ვესხობ. და იყავთ 53-ლები? არა, 93-ლები ვიყავით. ოკეი. და შემდეგ რაღაცა ინტერნეტშიც ეგ ხდებოდა სულ. და ანუ პროსტა ჩვეულებრივი ის არის, რა ქვია. ანუ მაგალითად რაღაცა 100 თუ გამოვხატავდი, უცბად ანუ აი რაღაცა სომეხო ნულაპარაკობ თუ რაღაცა ეგეთები რა. ხომ მიხვდი? ხო, გეგემეს. ძალიან მარტივად რო ხსნა. ლოგიკა მაგ ყველაფერში არის, მაგრამ რატომღაც ანუ ხო არის რა. ჩვენს ქვეყანაში. ხო, არა, მაგას არ ვეთანხმები ახლა. გაცვცხლებულზე რაც გვაქვს ხუმრობები და ის სტერეოტიპების დაცინვა. მე მგონი გამახსენდა. ანალოგიური ჩემზე რო გააკეთო. ცუდი კომენტარის დაგიწერეთ სავარაუდოდ. დიდი არ გამოვრიცხავ გაცვლებაში. მე ძალიან ვღადავ მაგას და მყავს უსამეხი მეგობრები. ფეხბურთს თამაშობდი იქ მწვრთნელები, გუნდელები ვიღაცები და არასდროს არ ქონიათ, თვითონ кайფობდნენ ყოველთვის თავის თავზე, მაგალითად აი ხო ხტები აქცენტზე და რაღაცებით. აი მაგალითად იგივე წარმატებით რომ მეგრული აქცენტი გავაჯავრო, იმერული, ზესტაფონური რაღაცები, აი ეგ მომენტი რო არის ანალოგიურად, რა ვიცი, მე რეალურად პრობლემას ვერ ხედავ, შენ როგორ ხუღურებ მაგ სიტუაციას. ჩემს სახში ყველაზე სასაცილო არის რეალურად ჩხუბი. იმიტომ რომ ქართულ სომხურ რუსულად ჩხუბობენ. ყველა ენა ეს. საერთოდ ყველა ენა არის და ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ცოტა სხვა, ანუ იმას გულისხმობ, რომ ანუ თბილისურ სომხურ ოჯახში გაზრდილი ადამიანი ცოტა სხვანაირი არის, ვიდრე სომხურ ოჯახში გაზრდილი. სხვადასხვა არის, რადგან რა ვიცი, ხო ერთი ის მომწონს, რომ ბაბუა ჩემი რაღაცა მეირვე თაობად რაღაც არის, რაც აქ არიან და მეც ვიცი სომხური. ნუ შეფა კარგად არ ვიცი, მაგრამ უფრო დავხვეწავ, ეს უბრალოდ მოსმენით ვიცი და რაღაც სხვანაირი რაღაცებიც არის მაგაში რა, თლად სომხური არ არის, შეიძლება რაღაცა აქცენტი არ არის, იმიტომ რომ სხვა მაგიტო გვეძახიან სომხები ბრაგ სომხებს. მე მგონი ეგ უარესია, აშკარად ვიდრე ის ხუმრობა. ისე ყოფილ ხარ სომხეთში ოდესმე? შეჯერობით არაერთ სვენმა გწავიდა. ბებეჩემ მეუნება რომ წავიდეთ ოღონდ System of a Down-ის კონცერტს დაველოდოთ. აი ხა უნდა მეკითხა საყვარელი როკ ჯგუფი რა არის შენი მეთქი და? რეალურად ბევრი, იმიტომ რომ როკზე ვგიჟდები, მაგრამ მაქვს ყველა პერიოდთან მაქვს რაღაც მაგ პერიოდში რას უსმენ უფრო. აი ამ მომენტში Talking Heads-ია. მაგრამ ის Zeppelin მიყვარს. კონცერტზე ხარ რომელი მესინა მყოფი? Gorillaz-ის და Placebo-ს. ჩემი საყვარელი კონცერტი არა, მაგას ვერ გადაიდანს. რატო ვერ გადაიდანს? ჩემი საყვარელი ჯგუფი, ძალიან ბევრჯერ ვახსენე. ჩემი საყვარელი ჯგუფი და აღარ მინდა რომ ვახსენო. ნახე, კიდევ ვერ მოინელა რომ ადგილი გაუცვალე შეხე. არა. მართლა ძალიან დიდი ბოდიში. არა, მაგის გამო არა. არა, მართლა ძალიან დიდი ბოდიში რო აქ. მართლა არა უშავს. აი მართლა. მართლა რო გითხრა რომ მან უჯდომა დაждობა, ეხლა მე მაგ ვიზდებოდი. არა. დაგითმე, ეხლა მოვრჩეთ მაგაზე საუბარს თუ შეიძლება. ჩემი ნერვები სადამდეც ეყოფა, გავაგრძელოთ პოდკასტი, შეიძლება იქამდე, თორე დიდი ხანი ვერ გავძლებ ეხლა. ნერვები მეშინდა, რა შეიძლება მეგობრები არიან ნამყოფი და ძალიან მაგარი იყო. ბევრისგან გავიგე. სომხეთში. მეთქი რამე კონცერტზე ამბობდი და საინტერესო. კონცერტი ეხლა System of Down-ის კონცერტზე ძალიან მინდა. არის დაგეგმილია. ხანი არ ყოფილა. ეხლა არის და ყველა ბილეთი გაყიდულია ყველგან ვაფშე. სხვათა შორის მე მგონი სომხეთშიც არის. არა, მე სომხეთში მინდა. ხო მე მგონი არის მეთქი ეხლა. მე და ეგ ვთქვით რომ ერთად წავიდეთ, ოღონდ მაგის კონცერტზე ძალიან მაინტერესებს ბებეჩემი როგორ იქნება System of Down-ის კონცერტზე. ეხლა იყო რაღაც ტურნე ქონდა დაგეგმილი და ბილეთები რომ ვნახეთ, პროსტა აღარ იყო რა. ნუ ძალიან ძვირიანი ბილეთები იყო დარჩენილი. ბიჭო ნიკომ რომ მოიწერა იქიდან რომ System of Down-ის კონცერტზე წავიდეთ. აი აქეთ იყო და სომხეთი მახსოვს რომ იყო ერთ-ერთი რა. ძალიან მაინტერესებს. შეიძლება ვწდები, მაგრამ მე მგონი რომ ეგრე იყო. არ არის? სომხეთში არ ყოფილა დაგეგმილი ხო გემოვნებოდა. სადმე ახლოში ხო არ არის? გერმანიაში სომხების არ არის შეჩება. პოლონეთზე ვფიქრობდით რომ პოლონეთში წავიდეთო, ხო? ეხლა გამს პოლონეთში ასვლა ისედაც. პოლონეთზე ხო? ხო, ისედაც მინდოდა მე და პოლონეთში. მაგრამ რატომღაც მე რამშტაინის კონცერტი არის, თქვა ეგ მახსოვს. არა, რამშტაინის. ხელზე გამახსენდა. Instagram-ზე გაქვს გიწერია როგორ დაიცა? აქ მაქვს ბატერია ის. აი გითხრა ხა რა. თითების მსახიობი ვარ. ხო, Finger Actress. არა, სხვა რაღაცებიც მეწერა, მაგრამ ეგეც ხო რა. ბიჭო. სცენარისტი, ფილმეიკერი ვერ გავიხსენე ეგ ორი სიტყვა და თითების მსახიობი გავიხსენე. ჩემ მეგობრები მეძახიან ხოლმე თითოლოგს. აგიხსნა რა ხდება მათ? რამე როლი რო შემოგთავაზოთ ახლა? მოკლედ
აი თქვენ როლი მიიღეთ ნეკათეთი ოფისში არა აი შენ აი ნეკათეთი თო ნამდვილი შუათეთი არ აი სამაგი შუათეთის გაკეთება რანაირად სამაგი შუათეთი ნუ შენ გეცოდინება თითების მსახიობ სამაგი შუათეთი მე ოპა ნახე ვახ ძალიან სულად გავიგე უცებ ორი შუათეთი სამაგი შუათეთი აი ეს თითი რა ეს თითი უნდა აი ეს ეკნა და სამაგი შუათეთი ეს მოკლედ თითები მაქვს მე მსახიობად არ გამოვდგებოდი გაბო აი აი გაბო ბავშვებიდან ძალიან მეყვარდა ეგეცების ცეკვა რა ხელებზე მე რო გავიზარდე რაღაცნაირად ძალიან გამისწორდა ფლეშის ჩართვა ესე ტელეფონით წოლა მუსიკის მოსმენა და სიბნელეში ჭრილები რო არის რაღაც ხილები მოკლედ რა ეგ გამისწორდა ძალიან და მახსოვს მეგობართან ერთად ვიყავი მგონი აქციაზე ვიყავით მეუბნება რომ ეხლა მე ვარ კასტინგზეო სპექტაკლისო ეს სპექტაკლის კასტინგზე მიდიხარ და კიო ეს რაღაც სპექტაკლია და კიდე არის რაღაც თითების სპექტაკლია და მე თითების სპექტაკლი რას ნიშნავს და მივედი და აღმოჩნდა რომ Pink Floyd-ის The Wall გავდნენ იმაზე ვქვი თითებით ანუ მიუზიკლივით ძალიან უცნაური რაღაც დავიწყე ანუ ამიყვანეს მანდ დასში და დავიწყეთ რეპეტიციები 2 თვე ცეკვავდით სასწაული გამოცდილება იყო მართლა გეუბნები არა ხო და აი ეს გაჩვენო კონკრეტულად ის ხო რა ხო იმიტომ რომ აი ბოლომდე ვერ ხვდები რა ხდება ვა გუში მაგრამ იცეკვე ეს რო გეუბნება ვერ გაიგე ძალიან ბევრი ვაცინე ამ ჩვენ რეჟისორს ბატონ ბესოს და მაგიტო ამიყვანა მე მგონი ესე მეუბნება რომ გაიარეო რა და ნუ გავდივარ და გრძელი ფრჩხილები მქონდა და მეთქი ბოდიში ქუსლებზე ვარ მიჩული დღეს ისე გაეცნე რომ ამიყვანა მე არ გამომივა ნახე ეს გაცილებით უფრო გრძელი მაქვს და ის აი ესეთ რაღაცები ხდებოდა გარინჩას გააკეთებ კარგად აი შეხედე რომ დამცინი მიდი გააკეთე აბა რამე ობობებით ცეკვავდე როდის არის კიდე სპექტაკლი მე აღარ ვარ ეს აქტიურად იმიტომ რომ არ მქონდა დრო და ისე ხშირად ვეღარ ვარ და ძალიან ცდება ჩამანაცვლეს უკვე ვიცი გაგონილი მაქვს რომ რეპეტიციებს დიდი დრო ჭირდება რას შეშინელია ხედავ ვისი ატარა მიწევს ხედავ პროსტა რაში არის საქმე ბატონო ბესო ამ კაც ძალიან ცუდად არ შემოუშვათ თეატრში ძალიან ბატონო ბესო მეც ამიყვანეთ ბატონო ბესო მეც ძალიან სამი შუათითი აჩვენე ჩემი აზრით იმსახურებს ხო სახიობასაც შეეხება ცვალებად ნიშნებზე რო არ დაგისვა კითხვა არ შეიძლება ხო და ძალიან ის იყო რა ქვია კარგი სერიალი იყო ძალიან ნანახი არ მაქვს მე მაგრამ სკანდალური ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ ბევრი ის გამოიწვია აჟიოტაჟი იმან რომ თამამის სცენები ხდებოდა სერიალში. ნუ თამამი ის ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ კოცნას ეს ქართველები ხო იცი რაღაცა ის. მან სექსზე რო ლაპარაკობდნენ, მაგიტო იყო ისტერიკა და არა ის რომ სცენები იყო, სცენები ეგრედია და არ იყო. არა, ხო და ანუ კოცნის სცენები თუნდაც რაღაცები, მაგაზეც რაღაცა მიუღებლობა აქვს თითქოს ქართველებს. ოფილა უბრალოდ ანუ რაღაცნაირად რა ვიცი, უნივერსიტეტის პერიოდის გოგოებს რო ხედავენ რომლების ლაპარაკობს მაგათ ეს ისტერიკა. ის გაუგიო. აი მე. გარყვნილი ახალგაზრდობა. საით მიგვაქანებენ. ნუ ეგ სულ იქნება. ქონდა მან სერიალში რო იწყებდი რაღაცა ისეთი რო აი ამის მე მეტი მეგონა რომ მე რაღაცაზე ილაპარაკებდნენ და ლაპარაკის კუთხით არა, უფრო აი სცენაზე მაგალითად რამე ისეთი გააქვს რო აი მაგალითად არანაირი სცენა არ მაქვს მე. ანუ ჩემ პერსონაჟი არ არის ეგეთი ისეთი რაღაცა არა, ვერ მივხვდი რას გულისხმობ, ანუ შენი მოთხოვნით. ხო, მაგას გულისხმობ, ხო. რა ვიცი, თავიდანვე ვიცოდი რომ ეგეთი რაღაცა არ იქნებოდა, იმიტომ რომ რავი. გავლილი. ეგეთი სცენარი არ იყო. ხო, გავლილი იყო ეგ ყველაფერი, კი. მაგრამ ის რომ პირველივე სერიაში მე დავიწყებდი მაგ თემაზე ლაპარაკს, ეგ ვიცოდი. აჰა. ანუ ეგ დაწერილი იყო და მე გადაიღე ეს ძირითადად ხო ისე ხდება ხოლმე რომ აბა მოდი ერთა ხუთი სერია წარმეტია ჩავწეროთ ერთ სერია თუ წაიღო მე მივწყოთ და მე ნელ-ნელა აკეთებენ ხოლმე სულ ეგრე ხო ნუ საპილოტო ვერსია უნდა გამოეშვათ ჯერ ალბათ მაგრამ მის ხნეს რა ქვია 12 სერიიდან 5 სერია ქონდა ჯერ დაწერილი და ხო და არ ქონდა რა მინათქვამი რომ აი ამას არ გავაკეთებ მე ანუ რაღაც ისეთი ის არ ქონია არა რაზე უნდა მქონოდა როცა ნუ 5 სერიაში რაღაც ისეთი თემები შეიძლება იყოს რაც არ მოგეწონოს მე
ზოგადად სუთვლიდი, რომ ძალიან საჭიროა ჩვენ საზოგადოებაში რაღაც ხმამაღლა საუბარი რაღაცებზე, რადგან ძალიან ბევრი ჩაკეტილობა შემჩნევია ბევრი ადამიანისგან ჩვენ სოციუმში, რა განსაკუთრებით ჩემს თაობაში. აი რაღაცებზე ვერ ლაპარაკობენ, ეგენი კი არ არის 40 წლის ქალები ნერვიულობენ, რა ვიცი, ისეთ თემებზე ლაპარაკობენ. არ ვიცი, ქმარზე, შეყვარებულზე, ან რა ვიცი, 30 წლის ქალბატონთან ერთად დედა რომ მიდის სექიმთან, ჩემ ქალიშვილთან ერთად მოვდივარ ამბობს და დარწმუნებულია მაგაშიდან. მაგაში ცუდი რა არის? არა, ის რომ აი როგორ არ არის ცუდი? ბიჭო, არა, მაგაში არც ცუდი არ არის და არც კარგი, ეგ ჩვეულებრივი რაღაცა. ნერვიულობენ, ვერ საუბრობენ. მე აი არა, ნახე, ჩვეულებრივი რაღაცაა, მაგრამ რომ ვერ საუბრობენ მაგაზე ეგ არ არის. გაჩნდებოდი. და რატო უნდა დავმალოთ მაგაზე საუბარი, რა ვიცი, მეგობრებთან. სექსი. აი, ცუდად გახდა. სექსი. ბიჭო, წერო ხო არ რაღაცას მოგიყვანა. მე კომბოსტო გასწავლე. თუ შეიძლება. რატო ესეთი პრობლემა მაინც არ მესმის ეს თემატიკა, მაგრამ ნუ ხო რა ჩვენს ქვეყანაში პრობლემა არ არის, მაგრამ ეხლა ჩვენი სკოლის პერიოდში უფრო აქტუალური იყო. რა? სექსი? არა, დაახლოებით სექსი. ძალიან აქტუალური იყო ჩვენი სკოლის პერიოდში. იმას გულისხმობ, რაღაც მომენტში იყო საუბარი იმაზე. ხო, ვაიმე დედა. მიირთვი ჩიფსი ჩვენი წარმდგენი არის ლუდისა, ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და ჩვენი სპონსორი ალკოსფერო, რომელიც ჩვენზე ზრუნავენ და გვერდში გვინდა და მისხი. რა სექსზე რა დაიწყო აპარაკი და ლევა მოგინდა ეგრევე? რას მიირთმევ გიო? და მე მოუწევ გავა. აი კინაჰას. იმასაც ვახსენებ სამწუხაროდ αλკოჰოლს არ სვამ, იმიტომ რომ თუ ზოგადად სვამ, ხო, მაგრამ სამწუხაროდ ანალიზებზე მიდიხარ? დედა მოდის? მარტო დავდივარ ექიმებში, იქიდან გამომდინარე, რომ ვისკი გიყვარს შენ? ძალიან მიყვარს ვისკი. მე მოვიქცევი ესე ლამაზად და მარტივად ეს ჩვენი სპონსორისგან შენ საჩუქრად. მადლობა. ამას ხოლ ანალიზების ძალიან შემდეგ გემრიელი დავიდო. ვისკია მართლა და გემრიელად მიირთვი. თუ კიდე დავაბრუნებ ცოტა ხანი და მე გადაცემის მერე, რომ აქ ხო. ASMR გიყვარს? სკაი, ჩემგანაც ხო კაი იყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე ესეთი გათამაშება ჩვენ მაყურებლებთან ყველა გადაცემაში ვურიგებთ ლუდისას და ბავარიას კომბინირებულ ნაკრებს. შენც რა თქმა უნდა საჩუქრად გადმოგცემთ ესეთ პარკს. მადლობა. მე მიყვარს საჩუქრები. ამდენი ჩიპსი მაქვს? გემრიელად მიირთვით გენაცვალ. მადლობა. გადაცემაში ხონდა გათამაშება, რომ გაბუ გავს ვიღაცას, რომლითაც უნდა მიხვდნენ, ვინ იქნება შემდეგი სტუმარი, ანუ შენ. გავიგე. ანუ შენ კი არ გავს. ხო. არ გავს. მაგას ვამბობ მეც და რა ვიცი, რატომღაც გავსო და. მართლა არ გავხარ. არა, გეტყოდი გავხარ თქვენ. უსტე მივხვდი რომ მაგაზე ლაპარაკობ. ამს გავსებენ, აი ეგ ჩამოვარდა ეგ საუბარი და მე არ ვამსგავსებ, ნაღდათ არ ვამსგავსებ. მე ვთქვი რომ გავუსმეთქი რა ვიღავსე. ხო, არ ვიცი. პირველი 3 კომენტარის სწორი კომენტარის ავტორს გადაეცემა საჩუქრად ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები საჩუქრის მისაღებად მეგობრებო მოგწერეთ ლუდისას Facebook გვერდზე. აჰა. გიორგის გავს მაგრა. ნახე ლევისმა. ლევის 66-34 არის პირველი გამარჯვებული. ყოჩა. რა არ ვიცი. გუნდიშა გეთანხმება, მე ჩვენ ვერ გეთანხმებით, მაგრამ კი ბატონო ირინა ლაზარიაშვილი, ნატალია კეფიძე, ლაზარიშვილი ხო რა გჭირს, რატო ვერ გითხო ხოლმე ხანდახანაც. 4-7 ნატალი ყიფშიძე არა სწორი ხარ ნატალი всё სამწუხაროდ თქვენ არ გადმოგეცემათ საჩუქარი ბოდიში შეგიძლია არ მოიწერო კომენტარი და ნატალის რომ ეძახიან ასევე მე გავიგე რომ ლალის აქვს ჩვენთვის რაღაც პატარა თამაში მოხდა ჩვენ თავს გვაჩვენებ ლალი თამაშებს გამომარჯოს თამაშებს გამომარჯოს მე ვიტყვი რომ შენ მომბრძანებას გამომარჯოს შენ გამომარჯოს და რაღაც იქნება კიდე დაკვატიჟებ და მე კარგად დავლიოთ ოკეი აბა ძალიან გემრიელი ვისკი მართლა. შენ ვისკი ინდონეზიაზე გიყვარს რომ ამას პატივს არცემ შოთებით რო სვამენ თუ ცირა არის მე ისე ცუდად ვექცევი ვისკის რომ მაგაზე ხმას ვერ ამოვედი. ახლა ის ყინულს აგდებ და მაგითო 25-იანი ვისკი ერთი ყინულით ვაშლის წვენით პატარა ჭიქაში. ჩემი ოცნებაა რომ
Whiskey on the rocks ესე ვუთხრა, მაგრამ არ გამომდის. აი, აბა მეგობრებო, მეგრულ ენასთან როგორ ხართ ისე? საერთოდ არ ვიცი. საერთოდ მოგეთ მეგრულ ენაში არის რამოდენიმე სიტყვა, ანუ 100-იანი სიტყვები არსებობს რა. ოღონდ ეს 100-იანი სიტყვები ასე პირდაპირ 100-ს არ ამბობ, ანუ წინანდაბაში სხვანაირად ითქმება რა. რაღაცა მაინც მოძდებს ყოველთვის ისა რა. გერას. მე გეტყვით 100-ს და რას ნიშნავს და თქვენ უნდა გამოიცნოთ ეს მართალია თუ ტყუილი რა. წელს არის ეს მართალი თუ არა მართალი? წელ. ან წ არის სიტყვა? ხო, მაგრამ სხვანაირად გამოითქმის, რა წ. წელს იქნება თუ არა წელს არის წელს. არა, ეს გეუბნება წელს არის თუ არა და ჩვენ ან არის, ანუ არის თუ არა წელს. 1 2 3 იყოს რა. ეს მართალია მეგობრებო თქვენ სვამთ. მე რატო ვსვამ? არა, არ ვსვავ. შენ არა, შენ სწორი, ბატონი გიორგი. მე ვერ დავле. თქვენ წყალი. რატო ვერ და? აი, არ ვსვავთ ისედაც და არ მინდა. მე მინდა. შენ და მე მართლა ვერ დავლევ. დამარცხულია. ჩიპს შევჭამ. ჩიპსი აი всё. ლუჯისაც მაგარია. შევჭამ. რადგან არ შემიძლია დალევა. ძ დევს. ზუდ ძ დევს. ეხლა 1 2 3 არა ეს მართალია მეგობრებო? მართლა დევს არის? ძ აი ესე იქნება ეს ძ აი ესე იქნება. და წინადადებაში რომ მითხრა, აი ზ როგორ გამოიყენება? ჩიპს თაკ ძ ანდაიად გითხრა მე. მაგრა ჟღერს. ვაუ. ჯუ თან მაგრა ჯუ. ლ ვარდება. ლ. ანუ ეგ ჩიპსი ლ, ანუ ვარდება ჩიპსი? ეგ პოჭი? ეს შიფსი ლუ. აი ჯუ. ლუ არა, ლუი. 1 2 3 მართალია ეს? კიდე მართალია? ყველა მართალია? შეკას. მაგრამ მინდა ჩიპსი და პროსტო რომ ჭამოკი ვარ მართალი. ჭ ნაწლავი. 1 2 თუ გადაფიქრით, მე მოგცემს დროს. არ მე არ ვთქვი რომ მე ვიცი. ეს მართალი არის მეგობრებო. აი, უკვე სამი დასალევი. ძალიან კარგი ისე გაქვს ინტუიცია. ვუ, ძალიან კაი. შენ მას კამინდა ლუ. პ დიდი ბაბუა. დიდი ბაბუა შეიძლება. 2 3 პაპას პონჩე. ეს არასწორია. ცოტნე. არა, პაპა სადე რატო? ოჩა ხალბათ. ხუთი ჭიქა მაქვს უკვე დასალევი. ბარე ბოთლიდან მოვიხდი. სინამდვილეში არის მამყოფა. მამყოფა. მამყოფა? მამყოფა. აუ, მანდპუ. ხო, სხვანაირად ითქმის. აუ, მანდპუ. შეყვარებულს რო სიყვარულს უხსნით და შენთან პ. ო, ზ ღუტული. 1 2 3 შეიძლება გადაწყვეტე ეს თუ ეგ ეს. არასწორია ეს. როგორც იყო პირველი გამოვიცანი. არა, მეორე. მე დაგინახე. მოზილა არის სინამდვილეში. მოზილა, ხო, მოზილა. იმან მოზილა. ეს სომი მოზილა. დიო, ბ დაბმული. ბ დაბმული. ანუ ბ და դ. ანუ დაბმული. შეიძლება იყოს 2 3 და ეს მართალია, რატალია წყალი მყავს. შეგიძლიათ მიირჩიოთ თქვენი წყალი? გეჭამოთ ეს დაწვრილებულად თქვენთან ძალიან ახლოსაა და მას გამოიცნობთ ჟ კონი. რა? ჟ კონი. კონი. სორი იქნება. 1 2 იქნება. 1 2 3 არასწორია. რა თქმა უნდა არასწორი იქნება თქვენ. უი ეს იმავსკენ ვაიმე. ნარჯერა. მე ვიყენებ ხოლმე ბულს შემოკლებული. ბურთი. ისთვის ვიყენებ ხოლმე. რა სიტყვის მაგია მე ვიყენებ ყოველთვის ესე. ბრატას მაგ. არა, ბიჭოს მაგივრად. ბიჭოს მაგივრად. სამეგრელოში ბი და გო აქვს რა, ანუ ბი რა, რაშვე ბი და ეგ ეძახიან ხოლმე. აი, ეგრევე ძახი ჩემ მეგობას. ბი როგორ ხარ? მე ბი ჩემი თავი მეზარება. აი, თ მეგობრებო, ასო თუ შემოდის ასპარეზზე. თ მოტოვა. რაკნა? მოტოვა. აი დღეს თ. იქნება, უეჭველი იქნება. მე უეჭველი მიჯერა. 1 2 3 და სწორია ეს. მოტოვა, თობს. გარეთ თ. გარეთ თ. ჩ ჩამოვიდა. 1 ჩუ. 2 3 და ეს არასწორია მეგობრებო, სინამდვილეში არის აჭამა. ჩ რატო არის აჭამა? ჩამა. ეხლა მივხვდი. ჩამა ყოფილა. ეს იყო მეგობრებო. უბრალოდ მადლობა, ძალიან მაგარი ინტუიცია გაქვს. ძალიან კაი იყო. მე ეს არ ვიცოდი, ამიტომ ახლა ვიცი უკვე. შენ მეგობრებო სუ იქს აკეთებ, ხო? სუ იქს. რა რამდენი რომელიღაცას გაარკვევ.
ო, ძალიან საინტერესო იყო მართლა მომენტი. მე ანეკდოტი მოხდა არ რა. წარმომედგინა მე მეუბნები მაგას? ხო. არ ყვები მე ანეკდოტებს, რა ყონჩი? არ მიყვარს ანეკდოტები, მე ზიზღება. შენ ვერ მოყვები ანეკდოტს? რას ანეკდოტები? მძულს. რატო გძულს ანეკდოტი, როგორ შეიძლება გძულდეს? ანუ რატო არ მიყვარს ისი ანეკდოტები? არასდროს არ მეცინა. აი ძალიან სასწაულად მაგრა უნდა მოხდეს ადამიანმა. მიდი აბა მოხევი და ვნახოთ. მედი ხო. სულ ანეკდოტებს ყვები. მედი აბა თუ გაგვასინებ ანეკდოტებს, მედი. არ ვიცი გაგეცნება თუ არა, მე ჩემს ტოპ ანეკდოტებს აქ ვერ მოყვები ხა. ტოპს. არათოს მოყვები. ტოპებს ვინახავ. კაი. მაგლეთ. ჭიჭიკია და ბიჭიკია? მაგეთ საათი შედის პანაშვიძე რა. შედის დგება, იყურება და აი ეგ ანეკდოტი არ არის, ეგ სხვა გადაობა. ეგ სხვა გადაობა. ესენკეა, მიყვარს, მაგრამ ხო, ეგ. კაია, ეგ. აი რომელი რო შედის ბარში, ხო იცი? არა, ეგ. დაეუბნება. ხუთი ლოდით. ეგ ვიცავ და ეხლა მე გამახსენე. ლალის მოწას. ხუთი. ისე ცოტა ეგრე უკეთებს ხოლმე. ხუთი. მე ესე. მე სწორად თქვენი რა გინდა? აუ ესე რამდენი გამოდი? ესე რამდენი გამოდის ეგრე? თვალავე. ხო, არა, ანეკდოტები რავი არ შემიძლია მართლა გულწრფელად. ძალიან მაგრები რაც არის, მე მოგიყვარ. შემდეგ გადაცემისთვის გვექნება გათამაშება, კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენთვის ყველაზე საყვარელი და ორიგინალური მეგრული სიტყვა და ყველაზე საინტერესო სიტყვებს ამოვარჩევთ და მათი მნიშვნელობა რა თქმა უნდა და ყველაზე საინტერესო სიტყვებს ამოვარჩევთ და გამარჯვებულს გადაეცემა ბავარიას და ლუდისას კომბინირებული ნაკრები. აქვე მადლობა ბავარიას, მადლობა ჩვენს წარმოგეს ლუდისას და მადლობა ალკოსფეროს. სიდნი სვინი იცი? რა? სიდნი სვინი. ხო. სახიობი გოგო რო კი. ხო. ლამაზი მკერდი რო აქვს. ხო. შენი აზრით იქნებოდა ეგ მსახიობი ლამაზი მკერდი რო არ ქონოდა? ფოტოშორის იმ სცენაში ძალიან კარგი იყო ეიფორიაში. იმ სცენაში მე ძალიან მომეწონა. არა. ნეიც რო ეჭხუბება, ანუ ძალიან ბევრი კაი სცენა ქონდა ესეც გამოჩნდა მაგისი. სამსახიობო ნიჭი. როგორც პიროვნება არ მომწონს. ჩემი აზრით ყველა ფილმში გამოჩნდა მაგის სამსახიობო ნიჭი. ძირითადად მაგაზია ხოლმე აგებული ფილმები. გარეგნულად მე პირადად ძალიან მომწონს. არა, გარეგნულად 100% ვერაფერს ვერ ვიტყვი. მაგრამ როგორც პიროვნება, სახიობიც კარგია, ანუ უბრალოდ როგორც პიროვნება, როგორც ილაპარაკა მე სხვადასხვა ინტერვიუში. მაგის ერთ-ერთ პოდკასტზე განვიხილეთ, რომ ის მაქვს რა ქვია, ძალიან დიდი პრობლემა მაქვს იმაზეო, რომ მარტო გარეგნობაზე ამახვილებენ ჩემსაზე ყურადღებას, ხშირ შემთხვევაშიო და არ მიყურებენ როგორც სახიობსო, მაგრამ ამავდროულად იქ ჯინსების რეკლამა გააკეთა, სადაც ხო ის რაღაცა საპონზე სამსახიობო ნიჭი გამოაჩინა, თავის საპონს ყიდის, თავის დანაბანი ძალიან ცუდი იყო გაკეთებულ საპონს, რაღაცა ეგეთი იყო. და ეგეთი რაღაცეები და რამდენად ის არის, რა ქვია, მაგას სწორი არის. ეგეთი მესეჯები ახალგაზრდა კოლეგონებისთვის. ხო. ოჩა. მადლობა რომ დაასრულეთ ჩემს მაგივრად კითხვა. მე მიჭირს ხოლმე მეორე ჭიქის მერე აზრები ჩამოყალიბება და. მაგარია, მაპატია გადავერთა ის მომეწონა. ხო და აშკარად ბედი არ არის რა. ბედი არ არის. სიმეთე რა გითხრა, მე ყველა სირობები არ მიმაგროთ მეთქი შეშე. ძალიან მაგარია. მომწონს. ისიც მომწონს. ახალ სტუდიაში ვართ. რადიკალურად არაფერი არ შეგვიძლია რაღაც დეტალები დავამატოთ. გადმოიტანეთ უბრალოდ. ხო, იმიტომ რომ გაგვაგდეს წინა ადგილიდან. აუ ის რა მაგარი. მე მივხვდი რა ჩემგან არის შვერდი. ხო, მაგ კითხვაზე რა პასუხს გაგცემ და ჩემი აზრით ზოგადად გააჩნია ქალის ასაკს ალბათ. ზოგადად მომწონს ის ფაქტი, რომ ყველანაირი სტილის, გარეგნობის, რაღაცნაირი სხვადასხვანაირი ქალბატონები არსებობენ და ყველას შეუძლია რომ ასე თქვა რაღაც თავისი იპოვოს, თავის თავი.
უბრალოდ სიდნის კან არ მომეწონა ძალიან ბევრი მისი ინტერვიუ, რომელმაც ასე ვთქვათ, გადამაფიქრებინა მისი მოწონება და თუ საიდუმლო არ არის კონკრეტულად რა მესიჯი ქონდა მაგ ინტერვიუებში. ანუ და აი ცოტა აი არ ვიცი ქართულად როგორ არის პიკმი გოგოები რო არიან რა კაცებთან ცოტა ეგეთი სტილის ვაიბი წამოვიდა ხო აი არ მომწონს ეგეთი ტიპაჟის ადამიანები ხო მაგრამ ამავდროულად რა ვიცი ანუ სამსახიობნიჩს დიდად ვერ დაუწუნებ ადამიანს მე ვერ დაუწუნებ მე მომეწონა ეიფორიაში თან თამამის სცენების გამო მგონია რომ უფრო მეტად პოპულარული გახდა თქო რაღაცა ეგეთი მომენტი მაქვს შეიძლება მე პირადად როგორც ხალი ძალიან მომწონს ვიზუალურად არ შემიძლია არ დაგეთქო რამდენი წლის არის? ეიფორიას 28 ერთ-ერთი ჩემზე 4 წელი დიდია. მარიკო, ახლოს იყო. ჯერ. ეიფორიის ერთ-ერთ პრემიერაზე თუ რაღაც, მე მგონი ეიფორიის პრემიერაზე იყო. ხო, ეს თამამის სცენებზე ბაბუა და ბებიასთან ერთად ვიყავიო, პრემიერაზე წასულიო რა და თამამის სცენების დროსო შემწვა ძალიანო რა იმათიო და შენ როგორ მსახიობი, როგორ უყურებ მაგ მომენტს ვაფშე რა, რეალურად. კიდევ ერთხელ თუ არ ვარ მსახიობი, მაგრამ მე არ მაინდა მე ჩემს მსახიობს. პასუხს იმას გაგცემდი, რომ ჩემი აზრით საერთოდ არანაირი სიტუაცია, ასე ვთქვათ, არ უნდა სწვენოდეს მსახიობს რაღაცა როლის რა, თუნდაც თამამის სცენის თუ მაგათ რაღაცა ჩარჩოები გააჩნია, შეიძლება არ არის მზად იმისთვის, რომ იყოს ასე ვთქვათ პლასტელინი, რომელთაც გამოძერწავენ ახალ პერსონაჟებს. ხო, მაგრამ ძალიან რთულია რა, ეგეთ რაღაცაში მონაწილეობის მიღება თუნდაც და მე კიდე ნახე თამამის სცენა, სადაც არის ყველა ამ სცენამდე არის კონტრაქტები და ახსნები ამ ყველაფერს. მე არიან ადამიანები, რომლებიც იქ არიან და რეალურად ნამდვილი სექსი არ აქვს ამ ორ მსახიობს. ხო, ნუ ეგ ლოგიკურია ხო. ეს ყველაფერი ხდება და ნუ თუ მაგათი ამისთვის მზად არ ხარ, თავიდანვე უარს ამბობ ამაზე. ანუ ეს არავინ არ გაგაზალებს მაგის გაკეთებას. არავინ არ დაგაზალებს არასდროს, მაგრამ როგორც მსახიობი უნდა იყო მზად იმისთვის, რომ შეიძლება მსგავსი როლი გქონდეს და თუ ამისთვის მზად არ ხარ, შეიძლება არ ხარ მზად მსახიობობისთვის. ანუ არ ვიცი, მე მაინც ფიქრობ მსახიობმა ყველაფერი უნდა გააკეთოს. რო რამე შენთვის მისაღებია ეგეთი როლი, აი მაგალითად. რო ვიყო მსახიობი, მისაღები იქნებოდა, მაგრამ მე მაგალითად ამ მომენტში არ მექნებოდა ეგეთი როლი მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მე ამ სფეროს არ უყურებ ესე სერიოზულად, რომ ბოლომდე ჩემი პლასტელინის გამოძერწვის საშუალება მის რეჟისორს. მესმის მე აქეთ მინდა ძერწავდე პლასტელინს. კი ბატონო, მესმის რასაც გოლის. ხო. რეჟისორობა გინდა. რეჟისორობას შენ ქონია პრობლემა რეჟისორთან ოდესმე? ესე ითამაშე. არა, სხვადასხვა ძალიან გამიმართლა. ცხოვრების განმავლობაში ვინც კი შემხვედრია, ყველა ძალიან დამხმარებია. ნუ აი თუ შფოთვა მქონია მელაპარაკებოდა, მწვავებად ნიშნების პირველი რეჟისორი იყო სოსო ბლიაძე, რომელიც აი მელაპარაკებოდა გამომიყვანა მდგომარეობიდან და მე ჩაოლებად მონოლოგი მქონდა. ეს რაღაცა რაც თავარი მონოლოგი იყო ჩვენ სერიალში. ახალი რეჟისორი თავა გიორგი თავარტკილაძე. ხო, თავას ვეძახით, ხო. თავად ძალიან კარგი რეჟისორია, იმიტომ რომ აი მისე კარგად მოგვიდგა კასტს, რომ ძალიან შვიდა და წყნარად დავიწყეთ გადაღებები და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამ რაღაცებით სწავლობ, აი ნახე, როგორც მსახიობი მე თუ ეს გამოსილება მქონდა რეჟისორთან. მეც ეგეთი კარგი რეჟისორი ვიქნა მსახიობთან. ანუ ეგ არის მთელი ჩანაფიქრი ამისი. მესმის კი ბატონო, მაგრამ აი როგორც რეჟისორი მაგალითად როგორ წარმოგიდგენია შენი ფილმები? ხო. რა უფრო მოგწონს? ჩემი საყვარელი რეჟისორი არის სერგო ფარაჯანოვი. შეიძლება მაგით მიხვდე როგორი ფილმების მომწონს. გულწრფელად გეტყვი არ ვიცი. არ გინახავ? არ მინახავს, არა მართლა. დაუქრო, მომკალით. ამსაჯეთ, აჰა. ტარკოვსკის ფილმები. ტარკოვსკი გამიგია და შეიძლება ნანახიც მაქვს მაგის ფილმები, მაგრამ ეგრე კარგად ვერ ვერკვევი. აი ცოტა ახალ ტიპებს ვამბობ, სორენტინო მიყვარს. იტალიაში. ტარანტინო? კარგად ჩაჯდა. ტარანტინო მიყვარს, მაგრამ აბა თქვენი გაიყვანეთ რა აქედან რა. ტარანტინო, ანუ ამათაზასულოდ. თელი გადაცემა რაღაცა სიტყვის ერთ სიტყვას ჩააგდებს და სრებლები მოსდი. ედრო ლუდი გადაცდა. ტარანტინო. ხო, არა. მე უფრო მეტად ახალ თანამედროვეა სორენტინო. ხო და ანუ ის რა ქვია მაგას უფრო კინო ატრაქციონები უფრო მომწონს ვიდრე
რაღაცა ისეთი შინაარსიანი სიღრმისეული ფილმები. მარველი და რაღაცები? თუნდაც. ჩემთვის რო კაი, ორი წუთი ვაცად დავშვიდეს და რაჭი. არა მე ეს წამოუვლის ხოლმე ხანდახან. ესე რატო არ გაიცნე პანაშვიდის ანეკდოტზე? ვერ მივხვდი. შორიტინა დაერდიო და იკუდება და არა იყო იცი ზადინ ფულმოს რო აკეთებ და არ გეცნება. უთხარი 100 არ არის ვინ არის ასი არ არის და პარანტინო თავი დაიწვინა ძაკ არ დამიძვრენია ჩემი თქვი არ ვიცნობ რატო დავიძვრენე თქვი არ ვიცით გოგო როგორ ლალი წერს მესიჯას ტარანტინო ყველაფერს დამეხმარე რეჟიმო ყველაფერს ყველაფერს ხაზი გადაუშვა და არ გამომწერო რაღაცა ტარანტინო თავის მოედანზე იტყუები სახელი მეც ვიცი მაქვს რეჟისორის მაგრამ სახელი რა ქვია ვარი მარა დანახი მეც არ მაქვს ფილმები არა დანოს რა ერქვა სახელი არ ვიცი თქო სახელი გვარი მეცნობა თქო შეჭება არ ბიჭო ნახე მე არ ვიტყუები თქვი არ ვიცნობ მეთქი არ ვიცი თქო არა მე ეხლა მარაზმი არა რა ნახევარი აიმე არ ვიცი და რა უქნა ეგ არ არის ხა ეს ბავშვი სახალხო არტისტი თუ რაღაცა ვიტომ ამან იცის არაფერი არ იცის ის ცინის დებილი ვით აუოდ არ ცინე და მე არაფერი არ იცის ეხავს რაღაცას არ ცოტნა არანაირად არ ეხავს დამალვარო ვითომ იცი და მე დავმალე ხო და მაგას ვამბობ არაფერი არ დამივალა მაგას რაღაც ზამბერ რაღაც როცა აა ეს მალავს გავარ და ვეკითხები რა არის მე არ ვიცი და ვეკითხები ვარ მოევ არ მოусმინო ამან არავის არ უსმენ არავის არ უსმენ არავის არ უსმენ მართლა გასწავლა არანტინო გეორგი რაც ვიცი ვიცი ხო აუ ძარა არა მართლა ხო და ანუ იცი რა არის ნახე მარველზე და აი ასეთ ფილმებზე რა არის იცი განსხვავება აი მაკდონალდსი გიყვარს მაკდონალდს რა არა ესე გადავახლებთ მე თუ კაი მოდი ესე ვიტყვი ფასტ ფუდი გიყვარს გააჩნია ფასტ ფუდს აი ხანდახან მეც მიყვარს ფასტ ფუდის ჭამა რა მაგრამ უფრო არ გირჩევნია რომ რაღაცა პატარა საინტერესო და მაგარი გემოების მქონე რესტორანში შეხვიდე სადაც აი რაღაცნაირი მენიუ მოდის და შენთვის ამზადებენ საჭმელს კი ხო და აი განსხვავება აი ტარკოვსკისნაირი რეჟისორების ფილმებსა და მარველს შორის ნახე მეცაც გეტყვი შეიძლება ტარკოვსკის ფილმები ნანახი მქონდეს უბრალოდ არ ვიცოდე რომ ეგ მისი ფილმებია იმიტომ რომ ეგრე არ უღრმავდები ხოლმე რა ფილმის ყურების დროს ვინ არის რეჟისორი არა არა აუცილებლად ტარკოვსკი ნანახი ხო ხავდეს მაგას გულისხმობ რა და თორე მიყვარს ეგეთი ფილმები მაგრამ მე რა მიყვარს იცი კიდე φιλმები როგორი მარაზმი და ტრეში ფილმებზე გვიждები შარკნადო არა ეგ ტრეში არ არის ეგ არის დებილი კომედია შარკნადო რაღაცა ტარანტინოს ტრეში ფილმები არ მაქვს რა ქვია მაგას ტარანტინოს ტრეში ტარანტინოს რამდენჯერაც ვიტყვი როგორ არა ტრეში რატო ტრეში ანუ ტრეში მიმდინარეობაა და არა ნაგავი არ არის არა ვიცი მაგრამ არ არის ტრეში მაგის ფილმები მოდი სხვა თემაზე გადავიდეთ გოგორო არის ცალი ფეხის მაგივრად ავტომატი რო აქვს იმაზე ტარანტინოს და იმის გაკეთებულია რა ქვია ო ტრეშია გერა რა არის მართლა რატოა ტრეში ეს ფილმები ეგრე მიმდინარეობას ქვია ანუ ტრეში იმას კი არ გულისხმობ რომ ნაგავია მართლა ანუ მე ვიცი ეგრე ფილმი ნაგავია აი ნაგავი რა არის იცი ახალი ის რა ქვია პიპკია არ მინახავს კიდე კაი ღმერთმა დაგიფაროს ახალი ის არიელი რა ქვია არიელი სტალქვეშ რო დაცურავდა ხო ჰარი პოტერი რო გამოვა ახლა სერიალი იგი ხდება დიდი ალბათობით არა მე უბრალოდ ძალიან არ მომწონს ეს რა ქვია სახეობების შეცვლა და რაღაცეები რა ანუ სახეობების არა პერსონაჟების ფერების შეცვლა მარტივად ზოგადად ძალიან მივესალმები ანუ შავკანიანი ახალი პრინცესების დაბადებას ახალი კი ძველების შეცვლას არა პიპკია ანუ ინგლისურად Snow White ანუ ისეთი თეთრია რომ ეგეთი სახელი აქვს და ანუ ცოტა ალოგიკურია თორე და ფილმში იცი როგორ გაამართლეს რომ Snow White ერქვას როგორ ლავში მოყვა მაგრამ არ არის ეგ ისტორია ნა ანუ არ ვიცი არ მინდა მაგ თემას შევეხო იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ბევრი ის არის მათ
ანუ ძალიან ბევრი აზრი მაქვს მან და მაგიტო. მე მაინტერესებს გამიზიარე. ტარანტინო შემიყვარდა აი კიდე. მაგალითად შავკანიან ადამიანებზე არ იყო გათვლილი საერთოდ ფილმები, სერიალები, თუნდაც კამერა. ანუ კამერის განათებაში მოკლედ თეთრკანიანი ადამიანი უფრო კარგად ჩანს, ვიდრე შავკანიანი, იმის გამო რომ ეგრე არის დაყენებული ყველაფერი, ანუ მოდელი რომ ანუ ნახე იმ დღეს რაღაც გადაცემა მაგაზე და მაქედან მივიდე. ანუ სპეციალურად ნახე მოდელი არის თეთრკანიანი ქალბატონი ჩვეულებრივი ამისთვის და არა შავკანიანზე არ არის გათვლილი. ანუ დღევანდელ სამყაროში ფოტოაპარატს რო ბევრი სეტინგი მაგაზე ვლაპარაკობ, ძველ დროზე ვლაპარაკობ. მივხვდი. და ზუსტად ეგრე მაგალითად რაღაც მულტიკს რო ხატავდნენ ან რაღაც ფილმს იღებდნენ, მან შავკანიანებს არ სვავდნენ ამ ფილმებში. არა ხომ არა, ნუ ეგ ხო და რო გაივიდა ეს დრო, გავიდა, ახლა არის მაგალითად ახალი პრინცესა ის რაღაც ბაყაყი რო ამბავი. მაგის მომხრევა. უსაყვარლესი მუსიკა. მაგრამ აი ხო მე არ მჯერა რომ ვუყურებ არიელს, იმიტომ რომ სხვანაირი იყო მთელი ცხოვრება და ახლა რატოა ესეთი ახალი პრინცესა მოვიგონოთ პონჩი. აი მაგის მომხრევა, რო ხო შეიცვალა და მოვიგონოთ რაღაც ახალი, რატო? ჩემთვის მაგალითად არც ერთს არ ვგავარ. ნუ ამსგავსებენ ორ პრინცესას, იმას ესმერალდას და ჟასმინს, მაგრამ ჩემეთ მაგორის მიქსი უფრო გამოვიდოდი. ანუ მე როგორც ადამიანი იდენტიფიკაციას ვერ ვაკეთებ არიელში, იმიტომ რომ თეთრკანიანი ვარ. ანუ მაგაზე კი არ ვამბობ, რომ ჩემნაირი უნდა იყოს და არ იყოს შავკანიანი. ხო, მოკლედ. ხო და ახლის შექმნა უკეთესი არ არის ვიდრე. მოკლედ კი, ახალი ყოველთვის. კიდევ ერთი თამაში გვაქვს დღეს მოფიქრებული, უბრალოდ აქვს მოფიქრებული ვალის და გაბუ ეხლა წავიკითხავს ამ თამაშის წესებს და პირობებს და ეს თამაში არის ემოციების თამაში. მე გეტყვით ემოციას და თქვენ უნდა გააკეთოთ. მე უფრო ემოციური ვარ. სათითაოდ გავაკეთები, ნო? სასწორი ვარ. სათითაოდ, ნატალი და ქულებს ვინ წერს? არა, მე არ დავიწყებ, მე ვუყურებ. აი, ჯეირანი თამაშეთ, მაშინ სამართლიანი იქნება. დავაი. დიდი მე დავიწყებ. ქულებს ვინ წერს? ქულებს მე დავწერ. მე შეგიფასებ. სევდა. დიცა ყოიშა ჩემს. ზეგვა, კაი, საკმარისი იყო. მადლობა. აბა ნატალიამ გააკეთა. არ დამისრულები. ეხლა ლექსიურო ჩაგეძინა. აი, ნატალია მოიგო მოკლედ ეს. აი, ხულა ნატალიას მიკელზოებული. არა, სევდა იყო და არა ისე რა ქვია. ბოლში არ მოგიტანეს და მეიტირო. სევდა, ბოლში როგორ მოგიტანეს? მამის მინე სევდა არის სევდიანი ბოლში ვისო მოუტანეს ახლა მე ხვდები. მელანქოლია. აი მელანქოლია რო და არა ტირილი. არ მეტი. სიამოვნება გავიკეთე, აბა სიამოვნება. იდეა. ჰა? სიამოვნება. ეს მოძრაობა. კიდე ხო არ დავაკეთე. ჰა? ამე ბევრი შემიძლია. მე გავაკეთე, მიყურე, არ მიყურე. ცო, ყველაზე მაგრა გავაკეთე. მეორეჯერ ვეღარ გავამეორებ. კაი. როგორც მინდა, ხო? კი, აისა. ის აკეთებს ჩემს სიამოვნებას. მე ტუალეტში მომსმის დროს. არა, შეხარ. კაი, საკმარისია. აბა ნატალია. ეს სიამოვნება არ არის, აი აი, ნატალია ხალხო. კი ბატონო. მე სუბიექტური ვიქნები და გუნდიშასი მომეწონა. და გუნდიშასი გაი რა. გუნდიშას ერთი ფულა. საერთოდ არ გეთანხმებით არავის. იმედ გაცრუება. და გაი. მე გიყურე რეჟისორები რომ წაგიყვანე. აბა რა. უეჭველი. აბა, წადა. იმედი გაგიცრუდა. ფუ. კაი, ავტომატურად ნატალია მოიგო ჩემია. გააკეთე. და მე გამისულა თქვენში. იმედ გაცრუება გააკეთოს ნატალია. ჯერ ვნახო. იმედ გაცრუება? წოდ მე მოიგო. ვაღია რო და იმედ გაცრუება არის. ფუ. ხო, შეიძლება რაღაცა მოქმედების გაკეთება. ისე რამეს ეგ. კი, არა, აქნია ხელები. მე მარტო პანტონემის. პანტონიმა, პანტონი. ბიჭო, მე თქვენ ძალიან კარგად გამოგიგოთ ჩემი აზრით. ტვალენტში მოგინდა შუა პოდკასტი. როგორ არ დაიწყო? მანქანა დაგჭა. ახლა მოვიდა?
მართლა მოუნდა. დაკაბდრა თუ არ თქვა. ხო არა, იცინო და დებილივით. ბევრი ლუდი დალია. ფერლუდი მე რო დავле, გამარჯობა. კიდევ გამარჯობა. კეთილი იყოს. ტუალეტში მომიდა პოდკასტის დროს? აუ, ლალი გამორთოთ რა 2 წუთი. ოჰ. ესე. რა მე? შენ არ გაიხსენე. ნა ფეხი. აი ხელი თუ ჩანს, აი. ესა. არა, ეგ სხვა რაღაცას ემსგავსება. ფეხი გიკანკადებს რა. შენ ერთი ქულა ჩემო მეგობარ. yes. შენ ხარ თავარი მსახიობი. ბოდიში, შენ არა, გუნდიშას. გუნდიშას ერთი ქულა. გუნდიშას ეგ ის იყო რა, ბუნებრივი რეაქცია და არა. არა, გუნდიშას უნდა მიცე. იმიტომ რომ ბუნებრივი იყო და გამოვიდა კაკას. ხარშო, გავითვალისწინე. საწყობელია ხო იცი? ვიცი, ნეპოტი. აი, გუნდიშას. გადახდილი აქვს. ქულა გუნდიშას. ვერ გააკეთეს, ხო? არ გააკეთეს, ხო? სულელია მე რა. მართლა გაიქცა ტუალეტში. მე ხავდა მართლა რო ვაკეთებ ეგ არ არის. შეყვარულმა გაწყენა და არის ლაპარაკები. აუ მე მინდა. შენც მაგ დღეში ხარ? რა? შენც მაგ დღეში ხარ და კარგად გააკეთებ თუ? არა, ძალიან კარგად ვარ დალაგებული ჩემ შეყვარებულთან, მაგრამ მინდა რომ გავაკეთო. მიდი აბა. როგორ შეყვარებულმა? შეყვარულმა გაწყენა და არის ლაპარაკები. არ ველაპარაკები? ეს არის. გავაკეთე. ჩვენ დაინახე. ჩაწერილია. არ დამინახოს. სამივე უნდა კამერა. გეთქვა ვაკეთებო და არ გააკეთე. აი, გულა ნატალიას. დავაგვიანე. სტუმარმა გაწყენა და არ ელაპარაკები შეიძლება რომ გავაკეთე. მაღაზიაში შეხვედი და შენს წინ დიდი რიგია. კარგი. აბა ცოტნე. ბოდიში ეს მეორე სალაროს არ გახსნით. ვერ ვიტან მაგას რა. ეგ კაია თან. აბა ეგრე არ არის ხოლმე. ეს მეორე სალარო არ გაიხსნება რა. ეგ რო გეთქვა მოხსამბია. არა, მე მორიდებული ვარ ხო მე ვთამაშ. მე ვითამაში მორიდებული ადამიანი. მორიდებული მე გავაკეთე დავსხროლე. რედი დამანახე. მე ვეკითხებ ესე უკეთებ თქვენ ხართ ხო ბოლო. აჰა. ის არის მაგარი. თორე სკოლა. რიგში ეს არის მაგარი კიდე. მარტო ეს მაგ და გავატარებ რა. აი ხა მოგაფიქრდა შეჭება. იწიზრა და პანიკაში ჩავოდი. აი რა გაცილებს? არა, ის არის რა. ზუხარია შე. აი ეს ვერ მიხვდა ვის ვაკეთებ. აი არასწორად კედი ეგ. როგორ უნდა დაიცი? ეგ თავიდან რო ძვირფასო რეკლამაზე გავალთ ეხა. ეს რა ძალიან ძლიერი მიწისძვრა იყო და აი არა ეხა გუნდზე დაწყებული ხონდა რა სესულელი. ამას ნიკოლოზ ჟავანაძეზე კარგად ვერავინ ვერ გააკეთებს. მოკითხვა მოსკოვში ნიკოლოზ ჟავანაძეს. მე შევწრები დიდი ვარ ძალიან. აი იყო ძალიან. აი სასწაული. მე ბოდიში. ამას ვიზა. რომ მართლა მიწისძვრა იყო თუ არა. დროს მგონია რომ მომეჩვენა. Facebook-ზე ამოწმებ. ხო ან დედა ჩემს სურეკ. აჰა. შენ სიგძენი? მოგვიყო. ნახე მე ქულებიც მიხარია. მაგრამ შენიც კარგი იყო ახლოს იყო. არა ვიცი ხო. ჩემთვის და მონაწილეობამ თავარი. კარჩე მაგარი ცვალი ხარ და რაღაც დებილობაზე ატრაკებ რა. კაიში ხო არა გრეებს მეუბნები. აი ხა დავაი აქედან ბიჭო. გააკეთა. აი გამეინი ამ თამაშს და გავაგზავნოთ ეხა პოდკასტი რა. ცოტნე. აი მაგრამ გაატრაკე შეჭება. აბა ცოტნეს არ შეუნე უბრალოდ. მე კაი სიტუალე მაქვს. ამ მართლა ის გააკეთა რეალური დროს. საკუთარი თავი თუ უნდა გავაკეთო ეგ. თუ საკუთარ თავს ვაკეთებ, ანუ რა თქვი ბიჭო? დაგაი მოკულა ნატალია და სხვათა შორის გოგოებს არ უტრაკებს, მაგრამ რა თქვი არა, გოგოს ჟაპონში გაუტრაკებ ხა. ყოველ სოლიდარობა. გამორიცხული. მაგრამ იცი როგორ რაღაცა ადრე არ შვებოდი მაგას, მაგრამ ხო დავიწყე საკუთარი თავის დაცვა და ვინმე რაღაცა ცუც თუ მეუნება ძალიან დარხეულ. ადრე არ შვებოდი მაგას, მაგრამ ეხლა დავიწყე დალევა და სოსვავდი ძალიან კაი სიტუაცია მაქვს დღემდე, მაგრამ თუ რამე ცუც მეტყვის, უეჭველი დაერხება. სორია. კაი ქულა ნატალიას ამდენია, რამდენი ქულები გაქვთ? მე 3 მაქვს. შენ 3 გაქვს. 2. რა თქვენ ამბობთ 2, მე მგონია რომ 3. ჯეკპოტი მოიგეთ. ჯეკპოტი დიახ. ჯეკპოტი მოვიგეთ, მეთქი ბოდიში მოიგე.
რამე აკცია იყო. ტუნ 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 ტურუ ტუნ ტურუ ტუნ 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 ტურუ და ჯეკპოტი უწევ. კარგი. პატარა ჯეკპოტი მოიგო. ანუ პოდკასტში აღარ ვარო? რაღაც ეგეთია? ვერ გავიგე, გადამითარგმნეთ, ეს გავიგე. თან რო გეყვირა, ხო? არა, ყვირილის garaში რა, სანატორიუმის ყვირილის garaში გაგიხარ და თუ არ გაიგოს არა. ეს ძალიან სერიოზული ნომერი მქონდა ორივის რა. ChatGPT-ს ვეკითხებ. ანუ ეგრევე ChatGPT-ს ვეკითხებ და ნერვიულო. რას ეკითხებ ChatGPT-ს? მოიგე თუ არა? ინვესტირება. ალბათ. არ ვიცი, სულ მიფიქრე მაგ. დამსახურებული კოდი ვაღიარო, აწოდგენა არ მაგრას ვიზა. მე მაგითო გავაკეთე, რომ შენ მოგეგო და გავთანაბრებ. ან ვერ ფულზე დამეწყებოდა პანიკა, რომ საწავიღო. თან ერთი რომ მოაგდეს აღარ არის მილიონი თუ რაღაცა პონტია რა, ანუ რაღაცაში ჩადო. მეგობრებო, აბა ეს შემდეგი ასეთი სიტუაცია. არ ვიცი ხო, არა ვარ ემოციური დღეს, მაპატიე ლალე. ტაქსისტმა გზიდან გადაუხვია. აბა თქვენ კაი, ნატალია? და მანქანაში რომ მოვწიო? მოდი. სულამ. ვისა? საკუთარ თავს ამაშობ შენი აზრით ხა ეს? ტაქსისტი იქით შეაშინა ამას. ანუ მე მივარჭი რა. და ბოლო მეგობრებო, მაგიდას მიატყი ფეხის ლეკათითი. აბა მიგეთქო. მარტო მიარტყა. ან მე მივარჭი, კარგად არ მეტკინა. აბა ყველა თითი მიატყა. მართლაც ვაკეთებ ხო? აი, სამგენ გულწრფელი. მე როგორც ვაკეთებ, ისე ვაკეთებ. ხო. მე უფრო ემოციები აქ მაქვს. ძალიან ახლოს იყო. ახლა ერთი რა უნდა დაამატე. მოიგო გუნდი შამ. კილოცა. რა მოგდავიყვილი არა და ვაიმე ჩემ. რა მოვიგე? ხელი სული და გული ჩავდა. რა მოიგო? ჩიპსი? არაფერი, შეუძლია კომბინირებული ნაკრები, რამდენი წიგნი. შეუძლია რომ ტაქსის გადაახვევინო ეს გზიდან სამასი ნებისმიერ არა, ფრეს. ვაიმე ცოტნე. ბიჭო ზონე. შენ მას დაკურებული ხარ? კაი რატო ვარ ეგ მე? შენი ყარ ოღონდ ერთი ფიტკინა კარი აქვს ერთი წლის არ აქვს. ხო, მე 15 კილო დავიკელი, იცი? მართლა? ხო. აი, ცოტნე ძველი ის არის. მე 5 კილო მოვიმატე. წინ წარმატებისკენ. მე ძალიან დიდი ხანი ესე ვარ. რა გიძა რო გიორგი? სტაბილურა. არა, სამაგერ ხო დაიწყე ხა ვარჯიში. მაინც ესე ვიქნები, ჩვენ რა აქვს მაგას ის ესე ვარ სულ. დიდათ არა, მაგრამ ეგრე მოხდა, მაინც. ესეთი იყავე? სიმსივნე მაინც თავისაშვებო. აუგრაი. სკოლა კიდევ ვიტი რა. კარგი რა. სიმსივნე თავისაშვებო. მაგრამ ელასა რამოდენიმე კითხვას დაგიცვალ და უცებ მიპასუხე ხოლმე ჩქარჩქარა. რა? ეცადე პასუხები რაც იქნება, ხო? ნო, დავადგინოთ მდიდარი ბავშვობა ქონდა თუ ღარიბი. და ჩქარჩქარა მიპასუხე ეცადე მაინც. 15 წლამდე თუ გიმუშავია სადმე და სად მუშაობდი? ჟურნალ ზებრაში ვიყავი სტატისტიკაში. მართლა? კი, 13 წლიდან. პირველი ხელფასი რა იყო? პირველი ხელფასი იყო 5 წლის ასაკში Star ჰა? Live მოიცა რა? სერიალი $150 მომწეს. რა ასაკში? 5 წლის ვიყავი პირველად რო 15 წლამდე $1 ნანახი არ მქონდა. და ის ფეხსაცმელი ვიყიდე, რომელზეც მეუბნებოდი და ჩემი რომ უშნო არისო და სულ მეცვა და უშნო იყო. მაგას გაიტანე შენ. ყავისფერი ჩეკმა. რომელიც აი ხარ 2001-იანი, ხო? თელ კორპუსში ავათრიე კარებები თუ რაღაცეები, პირველ ხელფასზე და $50 მომწეს. შეჩემა ნეპოტიზმი, ხო? ნეპოტიზმი არა, პროსტა 2000 ზევით რო იბადები, სხვანაირი ბავშვობა გაქვს, ეგრე მგონია. ცალკე საძინებელი თუ ქონდა? მერე მქონდა, ჯერ არ მქონდა. კაი ხანი არ მქონდა, მერე მქონდა. ანუ აი ნახე, ვერ გცემ მაგაზე პასუხს, იმიტომ რომ რაღაცა 2 წლიდან 7 წლამდე მქონდა ჩემი საძინებელი. მე 8 წლიდან 13 წლამდე არ მქონდა. და მე მქონდა უკვე. პაუზებიც იყო. კაი, მოდი ჩავთვალოთ, რომ მქონდა? მოლიტელი 5 ქულა ამაში. ხო. მობილური ტელეფონი თუ ქონდა 13 წლამდე. ნექნებოდა. თქონდა ახლა 8 წლის ვიყავი, რომ აჩუქეს Samsung-ი ვარდისფერი ესეშვებოდა.
კერძო სკოლაში თუ დადიოდი? ერთი სემესტრი. ერთი სემესტრი დავში საჯაროში იყავი სულ. 53 თქვი შენ რომ 53-ში დადიოდი. დასასვენებლად თუ დადიოდი და სად დაყავდი ხოლმე მშობლებს ყოველწლიურად ზღვაზე დაყავდი. ბათუმი, კობულეთი. ზღვაზე კობულეთი ეგრე დავყავდი რა. ზამთრის კურორტებზე? სრიალი ამბები. კარგად არ ვიცი. კარგად არის თუ არის? ცუდად იცი. მე დავყავდი ზამთრის კურორტზე, მშობლებმა წამიყვანეს, წლინახევრის რო ვიყავი რუსეთში და მერე ჩამოვედი 12-ის რო გავხდი. ზამთრის კურორტი. იქ იყავი ზამთრის კურორტზე პერიოდში. ითხავს მიხალი ისეთ. 18 წლამდე თუ ხარ ნამყოფი საზღვარგარეთ? კი. სად? ერთხელ ვიყავი ეგვიპტეში. 12-ის რო ვიყავი. მაგის მერე 21-ის ვიყავი, მე რო დავიწყე მოგზაურობა. მე მეგონა სამხრეთში ვიყავდი და არ ჩაითვლებოდა. არ ვარ დამყოფი უთქვა. ხო, ეგეც არ მახსოვს. ანუ იმ ნეკითხარი. სახლში ერთზე მეტი საპერფერაშო თუ გქონდათ? არა. არა, მამაჩემთან არის ორი საპერფერაშო. დედაჩემთან, მაგრამ დედაჩემთან გავიზარდე. სკოლაში თუ გატანდნენ ფულს და რამდენს? შენ დროს ის იყო? რა არა, მოსწავლის ბარათი თუ რაღაც თუ ეგ მერე იყო ცოტა. მე არ ვიცი საერთოდ. 9 წლის ვიყავი. ეგ მოსწავლის ბარათი. მერე გაიჩნდა. ხო. მოსწავლის ბარათი ჩვენ რო სკოლას მოვჭით, მერე შემოვიდა ეგ. არა, კი, მერე კარგად მერე გასოდა. просто არ მახსოვს როდის. რა წირდა ის ლობიენ და რაღაცები მაგდეს მაძლევ. ნაღედა, ლარი და 20 ალბათ. არ რაღაცა. ლარი და 2 ლარს. 2 ლარს მომცემდნენ. 5 ლარით ვიყო გულაობდე. ჩემზე იყოს 20. ჩვენ დროს უნდა გენახო გულაობდე 5 ლარად. 5 ლარი არის ახლა ნატალიას ბავშვობაში. ანუ ნატალიას 5 ლარს ატანდნენ, შენ რო ლარს გაძლევდნენ ეგ თემა რა ზუსტად. იგივე დაახლოებით იგივე. სკიბელობით უნარიანობა ერთი და 20 ლარს ხო. დღევანდელმა ბავშვმა 20, მაგრამ 20 ლარი რა უნდა. რამდენს ატან შვილს იმაში? ჩემ შვილს უთხარი იმ დღეს რომ მამა მეთქი რაღაც მანქანით რაღაცები მივიტანე იქ დედაჩემთან, აი მანზე უნდა დამეწყო და თუ დამეხმარები მეთქი 5 ლარს მოგცემ მეთქი რა. ხوار გაში 5 ლარი შენ თავი ხوار მე საკადრეო თავი ხوار მეთქი რამესო ხო ჩემი დედაშვილის მეუნება რომ 20 ლარზე ნაკლებად არ ყავდა კარგად თუ დამეხმარები მეთქი მაშინ 10 ლარს მოგცემ მეთქი მე გამხედა რომ კაიო და რომ გადავედით მანქანა აღარ მინახავს ანუ მოხი ეგ ფეხებზე კიდია რა რა აბა 10 ლარი ის კადრე 10 ლარი ხო რომ მოგცე ვერაფერს ვერ ეძებდა არა ვიცი ხო მაგ დროს გაში მეუნებოდა რომ 100 ლარი მომეცოდა რა დგინდა მეთქი და 50 ჩემ დედაშვილს მიცემ 50 მე მექნებო ანუ ის არა აქვს რა ანუ ფული ის არის დღეს ბავშვებისთვის პროსტა ბიჭო ხარას მიხვდი სკინები უნდა არა მე ვაფასებდი ფულს ან ბავშვს ანუ შენ მოგიწია ცოტა ის მაინც ბიუჯეტი რაღაცა ჩემი ლიმიტირებული ბიუჯეტი ძალიან პატარა საკითხი დავიწყე მუშაობა და მე რა უკვე ჩემ თავს უკეთებდი ბიუჯეტს. ამ პატარა საკითხი არ არის ეგ რა 13-14 5-ის რო იყავი ხელფასი რო აიღე ნუ ეგ ჯერადი იყო. და მე მუშაობა 13 მაინც კაი კუში არის ეგ ერთი 15 წლამდე გეყოფოდა იმდანი ნატალიაზე ჩვენი როთ მივხვდი რომ არ ყოფილა გათამამებული გადავხედებული ბავშვი ის ვეხედავთ რომ $150 აიღო 5 წლის რო იყო და ჩექმები იყიდა მაგრამ $150 პირველად 18 წლის რო ვიყავი დავხატე მართლა ნიჭიერი ბავშვი იყო გარიბი აუ ძალიან მაგარი გიხო მე და ჩემი ძმაკაცი ავდივართ ერთ ძმაკაცთან რა ხო და სადარბაზოში რო ავდიოდით აი ერთი კიბები ავიარეთ თუ არა რაღაც ხაღალდიაგდია ძირს რა ანუ 100-იანი აწერია ბიჭო და ანუ ავიღეთ თქო არ ვიცით ანუ ბიჭო ხო იმიტომ რომ ვარ სადღაც 16 წლისები რა ან შეიძლება 15 არ ვიცი რეალურია თუ არა ხო და ბიჭო თან მშობლებთან მისვლა და კითხვა რომ ეს ნაღდია თუ არა აპასნია იმიტომ რომ შეიძლება აგახიონ ხო მე ის ბოლოს გადავწყვიტეთ რომ ვისთანაც მივიდოდით იმის მშობლებს ვკითხეთ იმიტომ რომ ის ვერ აგვახიებდა და ფულზე დავემართა 100 ლარიანი გვიპოვეთ შემთხვევით სრულიად ასე ზავნა გავინაწილეთ ზუსტად მანქანაზე მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ეგეთი ბედნიერი ცხოვრებაც არ ყოფილა რომ 30 ლარად რამე შეგეძლოს აი ძალიან წინააღმდეგი ვარ რისი ვაჟიშვილობის დაკარგვის ბიჭო უნდა იყოს ვაჟიშვილები არა, როდესაც მიდიან 40 წლის ქალთან და კარგავენ ვაჟიშვილობას 15 წლის ბავშვები, ეგა პედოფილია. ვაფშე მეცეს გეტყვი, კანონი წინააღმდეგია მაგ ყველაფრის. არა, ანუ ხა ეგ პროფესია ძალიან, რა ვიცი, ყველაზე ძველი პროფესია, მაგრამ
მაგაზე არ არის, ანუ არ არის სწორი რა, სიყვარულით უნდა იყოს პირველი სექსუალური გამოცდილება. აჰა. არ შემიძლია არ დაგითხრა. მე კი არ ვიყავ ცოლი მოიყვანოს და რაღაცები, რავი, თავისი ასაკის გოგო გაიცნოს და კონტე სექსი. დავში ყავუხლიათ მე. აა. გაიგე? მე არ დაგეთანხმებით. ბარე, არ მეშა. არა, არა, ჩვენიანი. არა. ნახ დავჯაკი და ის სტუმარია, ხო ხტები? მეორე თანაწამყვანეს სიცხე ქონდა დღეს და მაგით არ გეცინოს რა დღეს რო სტუმარი ხარ. გაიგე ბიჭო. კონდი სამსახურით დაგატოვებინეთ, ახალი თანაწამყვანი მყავს. ხო და მაგცემო ძვირფასო მაყურებელო. აბა მიმართვა. სტუმარი წავიდა. ხო და სტუმარმა დაგვტოვა, ვერ გაუძლო ჩვენგან წნეს. აი დაბრუნდი. ხო, გიორგი. აი ხო ეწევი. მეგობრებო, დიდი მადლობა დღეისათვის სულ ეს იყო, სანამ დაგემშვიდობები თქვენ და ნატალიას, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი წარმდგენი არის ჩიფსი ლუდისა, ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და ალკოსფერო არის ჩვენს გვერდით. უღრმესი მადლობა მათ. და ძალიან საინტერესო სტუმარი იყავი და ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის და სტუმრობისთვის. გუნდიშა ამ ყველაფერში არ დამეთანხმება, მაგრამ რა გინდა რო ქრა. ნანას მომიჩალბეთ შევრიგდებით რა. კი, აუცილებლად. შემდეგ გადაცემაში დავპატიჟოთ. შემდეგ გადაცემაში სასმელი რო იქნება და რაღაცა დავლიოთ, ვიჩხუბოთ, შევრიგდეთ და როგორც იქნება. მოკლედ უღრმესი მადლობა და აბა ჰე